ტრაგიკული განახლება ახლა. ერთმა ისრაელმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თავისი საუკეთესო მეგობრის საფლავზე. ნათესავების თქმით, 30 წლის ბარ ასრაფი შარაი თიქვადან სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაესრულა ლირონ ბარუდას საფლავზე, რომელიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დროს მოკლეს. ნოვა მუსიკალურ ფესტივალზე 7 ოქტომბერს ისრაელის მედია ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ნოვაში მოკლეს. ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მას მისი გამოსახულების სტატუა აქვს. ის მისი სულის ნაწილი იყო. მისი ოჯახი ამბობს, რომ მას შემდეგ ის მის დაკარგვას ებრძოდა. მართლა დამანგრეველია. და ეხლა როცა ვსაუბრობთ იმ ზეგავლენაზე, რასაც ტრაუმა ქვეყანაზე ახდენს, ისრაელში ახალი კლინიკური კვლევა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის ეფექტურ მკურნალობას იკვლევს. ეს გამოწვეულია შემთხვევების უპრეცედენტო ზრდით 7 ოქტომბრის შემდეგ და მიმდინარე ომით. კვლევამ, რომელიც ჩაატარა კლალიტის ჯანდაცვის სამსახურის ჰაემეკის სამედიცინო ცენტრმა, აჩვენა, რომ ისრაელის ჯარისკაცების დაახლოებით 80%-მა, რომლებმაც პოსტტრაუმული სტრესული აშლილობისთვის MDMA-ის დახმარებით ფსიქოთერაპია გაიარეს, სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება განიცადა. კვლევა ჩატარდა საავადმყოფოს ფსიქოდელიური თერაპიის ცენტრში. მან შეაფასა MDMA-ის დახმარებით ფსიქოთერაპიის უსაფრთხოება და ეფექტიანობა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობით დაავადებულ ჯარისკაცებში. მართლა საინტერესოა. ესე რომ, მეტი ინფორმაციისთვის სიამოვნებით მივესალმები დოქტორ ალონ რეშევს, გლალით ჰაემეკის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის დირექტორს და კვლევის მთავარ მკვლევარს, რომელიც ახლა ზიხრონ იაკოვიდან გვიერთდება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის დიაგნოზების რაოდენობა 7 ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. გვითხარით მეტი ამ კვლევის შესახებ და იმ მკურნალობის სახეებზე, რომლებიც ამჟამად რეალურ ცვლილებებს იწვევს. მაშ. პირველ რიგში მადლობა მოტივისთვის. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვფიქრობ ისრაელის საზოგადოებისთვისაც. ჩვენ ისრაელში ვდგავართ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის უზარმაზარი ტალღის წინაშე. ძირითადად საბრძოლო ვეტერანებში, მაგრამ არა მხოლოდ მათში. და ეს დიდი პრობლემაა ისრაელის საზოგადოებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისთვის. და ჩვენ გავიგეთ ამ მკურნალობის შესახებ, რომელიც პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მკურნალობაში განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევა. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა და გამოგვეცადა ეს. და ჩვენი მონაცემები, როგორც თქვენ ახსენეთ, შეესაბამება სხვა ქვეყნების აშშ-სა და მრავალი სხვა ქვეყნის მონაცემებს. და ჩვენ ვხედავთ საშუალოდ 80%-ს, რაც პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მკურნალობაში თითქმის არ ნახულია. პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანების 80%-ს ფაქტობრივად დიაგნოზი აღარ აქვს. ისინი აღარ იტანჯებიან. ამ მკურნალობის ამ პროტოკოლის შემდეგ ისინი აღარ აკმაყოფილებენ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის კრიტერიუმებს. ეს ძალიან კარგი ამბავია და აქვს უზარმაზარი პოტენციალი ამ საშინელი აშლილობის სამკურნალოდ. და ფსიქოდელიკებთან დაკავშირებული დავის ფონზე აგვიხსენით, როგორია სამედიცინო და ეთიკური ზედამხედველობა, რას გვეტყვით. დიახ, როცა ამ სფეროში შევედით, ჩვენს ჰქონდა ჩვენი შეშფოთებები, მაგრამ ეს კეთება იგივე წესით და იგივე პროტოკოლით, როგორც აშშ-ში. და სინამდვილეში მან არ მიიღო დამტკიცება FDA-სა და ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროსგან. ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ Clarity პროტოკოლის ფარგლებში, რომელიც ძალიან მკაცრია. და ჩვენ ვაკვირდებით ყველა გვერდით მოვლენას და ყველა პრობლემას. ამ მკურნალობაზე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ეს არ არის მოდი გავერთოთ და ცადოთ MDMA, რომელიც აქტიური ნივთიერებაა. ეს გასართობად არ არის. ეს ამ ნივთიერებასთან ძალიან რთულ დაახლოებით 8 საათიან მოგზაურობას ან სესიას გულისხმობს. და ფსიქოთერაპიის გავლა ამ სესიის განმავლობაში. და ფსიქოთერაპიისა და ამ პრეპარატის გამოყენების კომბინაცია.
რომელიც თითქოს ფსიქოთერაპიის საშუალებით გონებას ხსნის, რათა შეხდემთ კივნეო მოგონებებს და ტანჯვას. ტანჯვას, რომელიც მორალური დაზიანებით არის გამოწვეული. და ეს ეხმარება ამ ადამიანს, რომ შეხვდეს ამ ტანჯვას სხვა მდგომარეობაში და იმუშაოს თავის პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე. და ჩვენ დასაწყისში ვართ. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ეს არ არის სასწაული, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი ეფექტები აქვს. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მიზანი არ არის ტრავმული მოგონებების წაშლა, არამედ პაციენტებს დაეხმარო, რომ უსაფრთხოდ დაამუშაონ ისინი. ეს მართლაც ძალიან საინტერესო სფეროა და რა თქმა უნდა, ის ბევრ კითხვას აჩენს. არა მხოლოდ ჯარისკაცებზე, არამედ მათ ოჯახებზე, საყვარელ ადამიანებზე ზეგავლენის შესახებაც. ეს ნამდვილად ის თემაა, რომელსაც მომავალში უფრო დეტალურად განვიხილავთ. ეხლა კი დროა დავასრულოთ, მაგრამ ძალიან ვაფასებთ თქვენ შეხედულებებს და წარმატებებს გისურვებთ. დოქტორი ალონ რეშეფი პირდაპირ ეთერში ზიხრონიაკოვიდან წარმატებებს გისურვებთ თქვენს კვლევაში. გმადლობთ. მადლობთ, სადაბარა.